მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება რა რეაქცია აქვს თქვენს დუმილზე და უმოქმედობაზე. რა თქმა უნდა, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, თუ გაინტერესებთ ესეთი თემა, უყუროთ, მოვუსმინოთ ინფორმაციას, თუ თქვენზე რეზონირდა, რა თქმა უნდა, ბოლომდე უყურეთ ხოლმე პოზიციას. პოზიციები აირჩიეთ ინტუიციურად, ან საყვარელი ციფრის მიხედვით, აუცილებლად დაუჯერეთ თქვენს გულის კარნახს. ინტუიციაზე ძალიან ბევრი რამ არის დამყარებული, არა მარტო პოზიციის არჩევა. ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი ყოველთვის არის ხოლმე მოთავსებული კომენტარების ველში და ასევე ვიდეოს აღწერაშიც. კომენტარებში მხდება ხოლმე, რომ ბევრი ითხოვთ ერთ პოზიციამ გაშლებს, ბევრი ითხოვთ მრავალ პოზიციიან გაშლებს, ამიტომ ვინაიდან არის ორივე სახის მაყურებელი, იქნება ჩემს არხზე როგორც მრავალ პოზიციანი გაშლები, ასევე ერთ პოზიციანიც და თუ თქვათ არ მოგწონთ ასეთი მრავალ პოზიციანი გაშლები, დაელოდეთ ხოლმე ჩემს ერთ პოზიციან გაშლებს. კარგით, აირჩევდით უკვე თქვენთვის სასურველ პოზიციას, რა თქმა უნდა, მე დავიწყო პირველი პოზიციის განხილვით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვნახოთ, რა რეაქცია აქვს იმ ადამიანს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ თქვენს დუმილზე და უმოქმედობაზე. ორიანი მონეტა. მისი რეაქცია როგორი არის ახლა? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აქ ერთმანეთს ირეკლავთ, სარკე ურთიერთობა არის, შეიძლება აქამდე თვითონ იქცეოდა, ასე უყურადღებოთ და ახლა თქვენ გადაწყვეტეთ, რომ ნახან შენ ასე, მეც იგივე თიკი პასუხებ ვნახოთ, როგორ მოგეწონება, დასჯის მეთოდს მიმართეთ. ამას აანალიზებს, ხდება, რომ ეთამაშებით და განგებაკეთებთ რაღაცას. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თulis ხოლმე ჩვენ მის რეაქციას ვკითხულობთ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ამ წუთას თქვენ მასთან არ ხართ ბუნებრივი, ხართ ასე ვთქვათ, თამაშის პოზიციაში და მას ცდით ან მოქმედებისკენ უბიძგებთ. იწვევთ რაღაც მომენტში მას. კიდევ ნახოთ, რას ფიქრობს ეს პიროვნება, რა რეაქცია აქვს. საკმაოდ ჯიუტი პიროვნება, საკმაოდ ქედმაღალი, თავმოყვარე, იმპერატორის არკანში ამოგვივიდა, თავის პოზიციის დამცველი. ჯერჯერობით სხვათა შორის მასზე ეს თქვენი უმოქმედობა არ მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამოძრავდეს და რაღაც თვითონ მოიფიქროს, ჯერჯერობით გაცდით, კიდევ რამე ხანს იქნებით ასე. და სხვათა შორის იმის მაგივრად, რომ პირველი ნაბიჯი გადმოდგას, ამუშავებს რაღაც სტრატეგიას და წინასწარ მოფიქრების რეჟიმში არის, თქვათ და დუმილი დაარღვიეთ, რას გეტყვით. მაგრამ ხდება როგორ რამეს, რომ თქვენ მისგან რაღაც სასურველი ვერ მიიღეთ, თვითონ ესე ფიქრობს და აქედან გამომდინარე თქვენ მას ახლა ჩაეკეტეთ, ზურგი აქციეთ, მაგრამ ეს თქვენი არჩევანი არ არის, ეს არის თქვენი პროტესტი. ანუ თქვენ აირჩიეთ ეს მოქმედება, მაგრამ რეალურად მასთან ურთიერთობა გინდათ, მიმოწერა გინდათ, ასე აღიქვავს, მაგრამ აპროტესტებთ რაღაცას მასთან მიმართებაში და თქვენი რეალური სურვილი არ არის მისი გადმოსახედით, რომ დღეს მას არ ეკონტაქტებით და რეალურად მასთან გინდათ, უბრალოდ ფიქრობს, რომ იმდენად ჯიუტი არის და იმდენად არ მოდის დათმობებზე, რომ თქვენ ის გააპროტესტეთ. მისი რეაქცია კიდევ არის ასეთი, რომ ურთიერთობაში ბევრი ემოციური საქანელაც გაქვთ, აქვს ხოლმე თვითონაც მიდრეკილება, რომ ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად წარმართოს და შემდგომ დაახლოებით 1 დღე, 2 დღე ძალიან გამოჩნდება, აქტიურებს, მოგწერთ, სადმე დაგპატიჟებთ და შემდეგ 1 კვირა ან იკარგება, ან ისეთი აჟიტირებული აღარ არის ხოლმე ურთიერთობაში და ვფიქრობ, აქ თავის მეთოდებით უბრუნებთ რაღაც პასუხს და ამას აანალიზებს და ეს რეაქცია აქვს, რომ ჩემზე ეს არ გაჭრის
და ისევ შენ იაქტიურე, მაგრამ აქ ვფიქრობ, რომ ან თქვენი ხასიათი მან ბოლომდე არ იცის, ან პირველი შემთხვევა არის, რომ ესე გაგრძელდა დუმილი ამდენი ხანი თქვენ შორის და არცერთ ახარ გინდათ, რომ ეს პოზიცია უკან წაიღოთ და დათმოთ. და ეს სიმყარე და სიჯუტე გაუმძაფრდა თქვენთან მიმართებაში. დაგემშვიდობებით პირველებო თქვენ. გადავინაცვლოთ ახლა მეორე პოზიციაზე, მეორებო მოგესალმებით. ვნახოთ თქვენს შემთხვევაში თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, რა რეაქცია აქვს თქვენს დუმილზე და ასევე უმოქმედობაზე. აქ კარმული საკითხებიც არის, ანუ კარმული პარტნიორი არის. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი შემთხვევა არ არის აქ, როდესაც მასთან უმოქმედო ენერგიებში ხართ, აქამდეც ყოფილა ურთიერთობაში პაუზა, ან ძალიან ისეთი ცუდი დაშორებაც შეიძლება იყოს აქ. მიჩვეული ვარო, ესე ფიქრობს. არ უკვირს, რომ ესე ხდება, მოელოდა რაღაც წინამორბედი სიტუაციიდან გამომდინარე ლოგიკურ გაგრძელებად თვლის, რომ ახლა ურთიერთობაში უმოქმედოდ ხართ და არც არაფერს არ აკეთებთ. უბრალოდ აქ აქვს ისეთი რეაქცია ამ ადამიანს თქვენს ამ დამოკიდებულებაზე და დუმილზე, რომ თან იცის, რომ ეს ლოგიკურია, რაც ახლა თქვენ შორის ხდება და თან ცოტა არ იყოს და განგსჯით რაღაცებში, გაახსენდა, რომ იქ სადღაც რაღაც 10 წლის უკან, ან 1 თვის უკან რაღაც არასწორად გააკეთეთ და ცოტათი ამ მსხვერპლის როლშია შესული, ან წუწუნის ხასიათზე, ან განგსჯის დღე აქვს, ხო? აი თქვენზე ცოტათი იკბინება, რაღაცებს იხსენებს. ნახოთ რა უნდა, რა რეაქცია აქვს, რას გერჩით. ორი მაღალი არკანი ამოვიდა. აქ შეიძლება ყოფილი ქმარი ჩაიფიქრეთ, ან სერიოზული ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ ამ სერიოზული ურთიერთობის მიღმა იყო ეს ადამიანი კარმული. ხანდახან კარმაში გულისხმება შეიძლება მიხვიდეთ სტატუსებით, ცოლ-ქმარი გახდეთ, მაგრამ მაინც კარმული პიროვნება იყოს, ანუ არ იყოს ის ბოლო პარტნიორი ჩვენს ურთიერთობაში. სერიოზული დამოკიდებულებით ხართ ორივე ერთმანეთის მიმართ. ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში ყოფილი პარტნიორი არის მეუღლე, ან ძალიან სერიოზული ურთიერთობა გაკავშირებდათ, მაგრამ კარმული საკითხების დამუშავებაში არის თქვენთან ურთიერთობა. რომ ვახსენე, რომ ყოველ ჯერზე შეიძლება მიდიოდა ეს ადამიანი, მოდიოდა, ან თქვენ მიდიოდით ამ ურთიერთობიდან, ბრუნდებოდით ისევ ამ ურთიერთობაში, ამ პიროვნების რეაქცია, იცით რა არის, რომ იმდენად კარგად გიცნობ უკვე. ეს ადამიანი ესე თვლის, რომ თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ, მისი ადამიანი ხართ, შეიძლება დიდი ხნის ნაცნობები ხართ. სხვათა შორის მიაჩნია, რომ თქვენ მას ტოლს არ უდებთ. მიუხედავად ამ განსჯისა და რაღაც ნეგატიური ფონის ამ ადამიანის თვალში ხართ საკმაოდ ისეთი ძლიერი პიროვნება, საკმაოდ შემდგარი, ჩამოყალიბებული. ცალ-ცალკე ორივე ხართ შემდგარი და ჩამოყალიბებული ადამიანები, მაგრამ ერთად ესე ფიქრობს ეს ადამიანი, რომ ერთად ძალიან ბევრ შეცდომებს უშუქებთ ერთმანეთთან. და ასევე მისი რეაქცია უკავშირდება იმ მოვლენას, რომ ორი სერიოზული ადამიანი ერთმანეთს შეხვდა და სერიოზულობა ერთმანეთთან დაკარგა. ასე შეაფასებდა დღევანდელ თქვენს ვითარებას. მისი რეაქცია ეს არის, რომ შევეჩვი ამ მდგომარეობას, არ მიკვირს, მაგრამ მე მაინც მაქვს იმის უფლება, რომ რაც არ მომწონს, განვიკითხო და გავსაჯო. შეიძლება ეს პირს უკანაც არ იყოს და პირშიც გითხრათ რაღაც ნიუანსები, რაც არ მოწონს. იმიტომ რომ ქურუმიკაციის მაღალ არკანში, როდესაც ამოვიდა ადამიანი, მას უნდა რომ რაღაც თქვენში შეცვალოს და რაღაც გასწავლოთ. მოусმინოთ და დაემორჩილოთ, მაგრამ გვერდით ამოვიდა აქ იმპერატრიცა.
რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეუბნებით, რომ შენ რასაც მე მასწავლი, დიდი ხნის უკან მე უკვე ჩემით ვისწავლე და აღარ მინდა არაფრის შეცვლა ან მოსმენა. მის გაანალიზებაში არის ესეთი რეაქციები აქვს, რომ მე მინდა რომ მას რაღაც ვასწავლო და შევცვალო და ის უკვე გაზრდილიც არის, ნასწავლიც აქვს და შეცვლილიც არის და ვერ თანხდებით რაღაცებით, რაღაც საკითხებში. სწორედ. ესეთი რეაქციები აქვს მას დაგემშვიდობებით მეორეებო თქვენ და გადავინაცვლოთ მესამე პოზიციაზე. მოგესალმებით მესამეებო, დღეს ვინც აირჩიეთ მესამე პოზიცია და ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას რა რეაქცია აქვს თქვენს დუმილზე და უმოქმედობაზე. პირველი არკანით თუ ვიმშელებთ, ეს პიროვნება არ არის სახარბიელო ვითარებაში, დანაკლისს გრძნობს, ძალიან დაიცალა, მარტოსულად გრძნობს თავს. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვები აწუხებს თქვენთან მიმართებაში. შეიძლება აქ ხედავ კიდეც ისეთ ტექსტებს, რომ კითხვის ნიშნები მოდის და მოდის თქვენთან მიმართებაში. ბევრი შეკითხვები აქვს ამ ადამიანს მოწერილი და თქვენ ან საერთოდაც არ ხსნით მის SMS-ებს, ან დაბლოკეთ, ან ეს გაუხსნელად რომ კითხულობთ ხოლმე, ესეთ ვითარებაში ტოვებთ. თითქოს თქვენ იცით, რას გეუბნებათ და რას გწერთ. მაგრამ ამ პიროვნებას არ აქვს იმის დასტური, თქვენ მის შეტყობინებებს ხედავთ თუ არ ხედავთ. ეს არის კრიზისის არკანი ზოგადად. ეს მიგვანიშნავს, მისი რეაქცია არის საკმაოდ მწვავე და შეგრძნებით და განცდით ეს ადამიანი არის დეფიციტში. არ მაქვს პასუხები, არ ვიცი დაბრუნდება თუ არა. ამიხსენი, შენგან მინდა რაღაცის გაგება და კონკრეტიკა. ესეთი დამოკიდებულება აქვს კიდევ ნახოთ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. და სად დაუშვა შეცდომა, რა გაეპარა, რაში შეცდა, რა ვერ შემოგთავაზათ ისეთი. ეს არ იცი, ის აქ სრულ გაუგებრობაში ადამიანი. შეიძლება 2-ჯერ 2-4 იყოს თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ამ ადამიანისთვის არ არის ასე. რადგან ფიქრობს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გითხრათ, ან შემოგთავაზათ და თქვენ ან ვერ დაუფასეთ, ან ვერ გაუგეთ, ან არ დააფასეთ რაღაც, რაც ცადა თქვენთან მიმართებაში. შეიძლება იმ წუთას რაღაც გააკეთა თქვენს გამო და თქვენ უთხარით, რომ ხო, ეს გააკეთე და მე ჩემგან რა გინდა. ამის მერე რასელი ჩემგან, შეიძლება ისი ფიქრეთ, რომ ხო, ახლა ჩემთვის რაღაცას აკეთებ, ანგარებით თუ რაღაცა საპასუხოდ მთხოვა. რაღაც მისი ქმედება ჩაუთვალეთ არა კარგ ქმედებად, არამედ არ შეხვდით განწყობაზე და ამას აბრალებს, რაღაცას აბრალებს. რაღაც პატარა-პატარა სადღაც ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ეს რაღაც ვერ გაუგეთ, რაც მან ან შემოთავაზება გააკეთა, ან რაღაც ნაბიჯი გადმოდგა. დანარჩენი შესაძლო ვარიანტი არ აქვს, რა შეიძლება გწყენოთ ათ. ამიტომ უნდა რომ გაარკვიოს, თქვენთან მოვიდეს, დუმილი დაარღვიოთ, უმოქმედობა შეწყვიტოთ და აუხსნათ. ამ პიროვნებას შესაძლებლობა ახლა რომ გქონდეს თქვენთან კონტაქტის, გეტყოდათ რომ თქვენს მიმართ არ არის ცუდი განწყობით და შანსს იმსახურებს. რაღაც ისეთი დამოკიდებულება აქვს. პლუს ამას აქვს საკმაოდ დიდი დანაკლისი, რომ თქვენ მასთან კონტაქტზე აღარ ხართ. აქ რეალური განცდები არის ადამიანის მხრიდან. და იცით რა არის აქ ვერ ვიტყვი რომ თლად უიმედოდ არის რომ აღარასდროს მიწერთ, მაგრამ უიმედოდ არის იმ საკითხში რომ ფიქრობს რომ შეიძლება მიწეროთ, მაგრამ ვერასდროს ვერ გაიგებს რა მოხდა და ეს განცდა არ ასვენებს მას. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე.